პრემიერის დღევანდელ გამოსვლაში ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბოლო პერიოდში ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებზე გაკეთებული რეზონანსული განცხადებების მთავრობის მეთაური ცალკეულ ოპოზიციონერ აქტორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან ნდობის აღდგენის პროცესის მიზანმიმართულად ხელშეშლაში ადანაშაულებს. ამ კონტექსტში გარეძალების მხრიდან მიღებულ ახალ დავალება და ერთიანი კამპანიის ნაწილად ცხადდება ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი წევრების ბოლოდროინდელი გზავნილებიც. იგულისხმება გიორგი ბარამიძის, სალომე სამადაშვილის და ნიკა გვარამიას განცხადებები. ნდობის აღდგენის ხელშეშლის კონტექსტში აფასებს მთავრობის მეთაური აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტზე გაკეთებულ კომენტარებსაც. თემაზე, რომელმაც ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათა ღელვა გამოიწვია, პრემიერ-მინისტრმა ახალი დეტალები გააჟღერა. ოკუპირებული რეგიონისთვის საწვავის მიწოდებას მთავრობის ხელმძღვანელი პროდუქციის დეფიციტის გამო აფხაზეთიდან წამოსულ ინიციატივა და ბიზნეს კომპანიის მხრიდან მთავრობასთან შეთანხმებულად აცხადებს. მოტივად ირაკლი კობახიძემ სწორედ ნდობის აღდგენა დაასახელა. დავალება არის რა, რომ რამენერად ხელი უნდა შეუშალონ ნდობის აღდგენას. ასე ისმის ქვეყნის მეთაურს ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტში ოპონენტების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, რომლიდანაც ყოველი მომდევნო თავისი შინაარსით წინაზე უფრო ხმაურიანია. ჯერ ნაციონალური მოძრაობის წევრის გია ბარამიძის მიერ ქართული ჯარის დადანაშაულება აფხაზი ტყვეების დახვრეტაში. შემდეგ მისივე ყოფილი თანაგუნდელის ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთის ომის საკითხზე საუბრისას სომხეთის პრეზიდენტის მიმართ გამოხატული აღბრთოვანება იმის გამო, რომ ორი სადავო ტერიტორია თურქეთის და აზერბაიჯანის საზღვრებში ცნო. რისი გაგრძელებაც იყო კიდევ ერთი ყოფილი თანაპარტიელის, სალომე სამადაშვილის შეფასება, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის შესათავაზებელი არაფერი აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მოღალატეობრივი პოზიციებია. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ოპოზიცია ამჯერად ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის დაზიანების დავალებას ასრულებს. მათი ერთგვარი კამპანია კი რუსეთისთვის აფხაზეთის გადაცემის მცდელობას ემსახურება. პრემიერ-მინისტრი ამავე კამპანიის ნაწილად მიიჩნევს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შემდეგ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან გაჩენილ კრიტიკას. ირკვევა, რომ საწვავის დეფიციტის აღმოფხვრისთვის დახმარების ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოვიდა, მარაგი კი მათ ქართულმა ბიზნესმა მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ კანონმდებლობის დაცვით მიაწოდა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით. რუსეთის მოხმარება რაც არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამის 0.001%-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში. ბარამიძის განცხადება, კამპანია საწვავის შეტანის წინააღმდეგ, გვარამიას განცხადება, სამადაშვილის განცხადება და შემდეგ. ხო, ეს ყველაფერი არის ამ ერთიანი კამპანიის ნაწილი. ისინი ნერვიულობენ, როდესაც ხედავენ, რომ ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგავს კონკრეტული მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, რომ ხელი შევუწყოთ პირიქით ნდობის აღდგენას, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა მიმართულებით იქნება სრულიად თანამიმდევრული და პრინციპული. ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, ასე ქვია სტრატეგიულ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს და ორ რეგიონთან ჩატეხილი ხიდების აღდგენას ისახავს მიზნად. ვაჭრობის წახალისება, განათლების ხელმისაწვდომობა, ჰუმანიტარული ზრუნვა და მეგობრული კავშირები ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც სახელმწიფო გამყოფ ხაზებს მიღმამყოფ მოქალაქეებს სთავაზობს. ისინი აქტიურად სარგებლობენ უფასო სამედიცინო დახმარებით, რომელსაც სახელმწიფო მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე სთავაზობს. ოკუპირებულ აფხაზეთს კი დენი ენგურჰესის მეშვეობით უფასოდ მიეწოდება. საქართველოს ხელისუფლება ჰუმანიტარული მიზნებით ხსნის იმასაც, რომ კომპანია სოლიდუსმა ოკუპირებულ აფხაზეთს კრიზისულ პერიოდში საწვავი მიყიდა და ამით საყოფაცხოვრებო პირობების აღდგენაში დაეხმარა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს ქართული ოცნების სამშვიდობო პოლიტიკის გათვალისწინებით წარმოებული მრავალწლიანი შრომის შედეგების დაზიანება სურთ. ოპოზიციაში კი ირწმუნებიან, რომ ქვეყნის გამთლიანება მათთვის მთავარი პრიორიტეტია და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მათი პოზიცია მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკას გულისხმობს. გამთლიანებაც, ერთიანობაც არის ჩვენი ძალიან კონკრეტული პოზიცია და ყველა იმ ქართველის, ყველა იმ ადამიანის, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ძლიერი ქართული სახელმწიფო ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, ჩვენი სამოჩაბლოს და აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია. გვაქვს აღიარებული სამშვიდობო პოლიტიკა. იყო დრო, როდესაც ამას მიესალმებოდა ხმამაღლა პირდაპირ მთელი დასავლეთი. პირდაპირი მოწოდებები იყო.
ქართულ ოცნებაში უკვირთ, რატომ აღარ ფასობს ევროკავშირის პრიზმიდან 2012 წლის შემდეგ წარმოებული სამშვიდობო პოლიტიკა უკრაინის ომის შემდეგ. მართლ გუნდში ამბობენ, რომ სწორედ 2022 წლიდან შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების მიმართ დადებითი განწყობები დასავლეთიდან და ეს არის ფასი, რომელსაც სახელმწიფო მშვიდობის საანაცვლოდ იხდის. ქართული ოცნებიდან ნიკა გვარამიას განცხადების იმ ნაწილსაც ეხმაურებიან, სადაც ოპოზიციონერი სომხეთის მიერ ყარაბაღისა და არარატის დათმობის შემდეგ სომხეთისა და სხვა ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ვისი წარმომადგენლები იყვნენ, აგერ 2-3 წლის წინ რომ გვეუბნებოდნენ, რომ გაიარეთ, გაისეირნეთ აფხაზეთშიო ტანკებითო. ვინ იყვნენ ესენი? და ვინმე ეგონა ეხა რომ რუსეთის ფედერაციასთან ტანკებით გასეირნება დამთავრდებოდა ეხლა აფხაზეთის და დანარჩენი ტერიტორიის აღდგენით? ძალიან კარგად იცოდნენ ეს რითი დამთავრდებოდა, იმიტომ რომ 4 წელი გავიდა 2008 წლის შემდგომ ხელისუფლებაში რომ იყვნენ და თვითონ რატო არ გაისეირნეს. ვარამიას და შემდგომში მას აყვნენ კიდე სხვადასხვა აქტორები, განცხადება ემსახურება ერთ რამეს, რომ თურმე საქართველო შეიძლება უარი თქვას თავის ისტორიულ, ასე ვთქვათ, ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაცა პროექტის წევრი გახდეს. ეს პროექტები ძალიან ცვალებადია სამყაროში. და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტების, ასე ვთქვათ, გასაწირავად და შესაწირპაიკად გამოიყენო. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველო ეს არის არა როგორც სამშობლო მცნება, არამედ ეს არის როგორც პროექტი. სახელისუფლებო პარტიის პოზიციაა, რომ სწორედ მშვიდობა განაპირობებს ეკონომიკურ წინსვლას და სწორედ ამ ფაქტორებით უნდა შეძლოს საქართველომ საოკუპაციო ხაზების გარღვევა.